გამარჯობა, მე რუსკავარის გადაცემა ალგორითმია, რომელიც ქართულმა მედია ჯგუფმა 28 ნოემბრის შემდგომ სრულიად დაუთმო აქტივისტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის. დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრად გვეყოლება მარტა ბიბილაშვილი, რომელიც ისაუბრებს ყველა იმ ბენეფიტზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც წლების მანძილზე ევროკავშირი და ევროპული გრანტები გვაძლევდა. ასევე ის ისაუბრებს იმ განათლების სისტემაზე, რომელიც გამოიარა უკვე ქართულმა რეალობამ და იმ მომავალზე, რომელიც უნდა ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე დგანან რუსთაველს და იბრძვიან დამოუკიდებელი ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის. ასევე ჩვენ დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ყველა საჭიროებაზე, რომელსაც უკმაყოფილებს ზუსტად საზოგადოება ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი საშემოსავლო გადასახადებით და ჩვენი შრომით. იმ ორგანიზაციებში, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებშიც მუშაობთ, რომლებშიც ვიბრძვით და რომლებისთვისაც ვიბრძვით. მარტა, გამარჯობა. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ხარ. ეს მნიშვნელოვანი თემებზე აპირებ საუბარს, იმიტომ რომ რეალურად ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ვერ აღიქვამს ხოლმე იმას, რომ რეალურად პარტიებიდან არ ფინანსდებით სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს კი აფინანსებთ ჩვენ. ვერ აღიქვამს იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს გრანტებს და ამდენი წლის მანძილზე, რაც კი გაკეთებულა, თუნდაც სკოლების რესტავრაცია, თითქმის ყველაფერი იყო საერთაშორისო დაფინანსებებით და საერთაშორისო გრანტებით, თუნდაც ქუჩების რესტავრაცია, რაც ჩვენს ქალაქშიც არაერთი იყო, თუნდაც ეს ავტობუსები, რომლებიც ჩვენს ქალაქში გადაადგილდება, არ არის ადგილობრივი ფულით შეძენილი და არის სახელმწიფოს ესხი. ხო, სახელმწიფოს ესხი. კი ბატონო. პირველ რიგში, როგორც სამოქალაქო აქტივისტს, მინდა გკითხო ყოველდღიური აქციების მნიშვნელობაზე, რა ძალა და მნიშვნელობა აქვს და რისთვის დგეხარ შენ? რა არის შენი მიზანი და რა არის შენი мотиваცია? მოგესალმები რუსკა, მივესალმები ადამიანებს, რომელიც გისმენთ ან რომელსაც სურვილი აქვს გაიგოს ჩვენი პოზიცია. ბოლო რამდენიმე წელია ზუსტად ჩემი პროფესიული მიღწევებისა თუ კვალიფიკაციისა ვამბობ, რომ მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი. აი ეს არის ის რის გამოც ქუჩაში ვდგევარ, რომ ადამიანს რიგით მოქალაქეს ამ ქვეყანაში კონდეს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. და უფლება იმისა, რომ მისი პოზიცია დააფიქსიროს და იყვნენ ადამიანები მის გარშემო, რომელსაც შეუძლიათ მოისმინონ თუნდაც განსხვავებული აზრი. რა გამოიწვია მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლა, ხო? ძირითადად ეს გამოწვეული არის იმ შემზღუდავი კანონმდებლობიდან, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში პარტია ქართული ოცნება იღებს არა მხოლოდ მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების წნეხის ქვეშ მოსაქცევად, არამედ იმისთვის, რომ შეზღუდოს ის სიკეთეები და ბოლომდე აიღოს კონტროლი იმ სიკეთეებზე, რაც ქვეყანაში ხელმისაწვდომი არის საზოგადოების აქტიური წევრების ჩართულობით. ეხლა ცოტა მარტივიანით რომ ვთქვათ, რას გულისხმობთ, ხო? ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც გვაქვს გარკვეული უნარები, შეგვიძლია დამოუკიდებლად არა პარტიული მითითების გარეშე რაღაცა სახის საქმიანობა განვახორციელოთ, ამ საქმიანობის განხორციელებაში მივიღოთ გარკვეული გასამრჯელო და ეს საქმიანობა აუცილებლად უნდა ხმარდებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენს თემს, ჩვენს საზოგადოების გაუმჯობესებას, კეთილდღეობას, ხო? ადამიანების ეს ნაწილი არიან მეტნაკლებად დამოუკიდებელი თავის აზროვნებაში და თავის ქმედებაში, ხო? აი ეს დამოუკიდებელი ადამიანები, როგორც ჩანს, ქვეყნის გარკვეულ ნაწილს ხელს უშლის. იმიტომ რომ ჩვენ არ ვემორჩილებით დიქტატურას პირდაპირ. და ეს არის მათთვის დისკომფორტი, ანუ მათ სურს აზრის, იდეის და გამოხატვის კონტროლი. შენ საუბრისას ახსენე გრანტები. და პირველ რიგში რაც უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ, ხდება დონორი ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების დემონიზება, დეჰუმანიზება. ანუ ცდილობენ, რომ დონორი ორგანიზაციები
და დონორ ორგანიზაციებთან მოთანამშრომლე ადამიანები წარმოაჩინონ როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი აქტორები, მოთამაშეები. რაც ნამდვილეში არ არის სწორი. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სახელმწიფო როგორც ინსტიტუცია და პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკური პარტიები რამოდენიმე არის, ხო? და არაერთი არის ქვეყანაში. სახელმწიფო და ინსტიტუცია არის უწყება, რასაც უწყებათა ერთობლიობა, რასაც ადამიანები გარკვეული შეთანხმების საფუძველზე აყალიბებენ და ვცდილობთ, რომ აი ეს ინსტიტუციები ფუნქციონირებადი გავხადოთ, ხო? მარტო პირველ რიგში თქვენ ახსენეთ შემზღუდავი კანონები. სანამ დონორ ორგანიზაციებზე საუბარს დავიწყებთ და იმაზე თუ რა ბენეფიტები მივიღეთ მათგან მრავალი წლის მანძილზე, მინდა ამაზე გავუსვათ აუცილებლად ხაზი. რეალურად ეს შემზღუდველი კანონები მოსახლეობას გონია, რომ ეხება მხოლოდ ტელევიზიებს, ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, თუ გაჩნდება ტელევიზია, თუ გაჩერდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ აღარ გვექნება დამოუკიდებელი მაუწყებლობა. კი ვნახეთ უკვე საზოგადოებრივი მოუწყებელი, რომ სრულად მოწყვეტილია რეალობას და არის ერთ პარტიაზე ჩამოკიდებული, მართულ პარტიაზე ჩამოკიდებული. რას მიიღებს რეალურად საზოგადოება, რას დაკარგავს ამავდროულად საზოგადოება და რამდენად საშიშია ეს საზოგადოებისთვის. რეალურად ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიებს, არ ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, არ ეხება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ უწყებას. ფაქტია, იმიტომ რომ თითოეულ ორგანიზაციას ყავს საკუთარი ბენეფიტები, რომლებიც კარგავენ ძალიან დიდ რესურსს თუნდაც. თითოეულ ტელევიზიას, დამოუკიდებელ ტელევიზიას, ოპოზიციურ ტელევიზიებს ყავს საკუთარი მაუწყებელი, მაყურებელი, რომელიც ვეღარ მიიღებს ინფორმაციას. რეალურად სად მივდივართ? დავიწყებ იმ საკითხიდან, როცა ჩვენ საუბრობთ დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, ხო? მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაცის გააზრება. ყველა თანხა, რომელიც შემოდის ქვეყანაში დონორი ორგანიზაციების მიერ, ეს სახელმწიფოში შემოდის ოფიციალურად ბანკების გავლით და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს სხვა სახის გადასახადებთან ერთად. საშემოსავლო გადასახადი მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად. სახელმწიფო ბიუჯეტი არის ფულის ის წყარო, რომლითაც რიგდება ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები, თუ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა. ანუ გადასახადები ის იქნება ინდივიდუალურად ფიზიკური პირების მიერ გადახდილი, გადასახადები თუ ბიზნესიდან შესული გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის თანხა, რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტი და მოსახლეობას ამისი ახსნა და ამისი გაგება რატო ამას უბრალოდ მოსახლეობას ბევრი ადამიანი არ უნმარტავს. ანუ მე რომ ვიღებ ხელფასს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი, მე ვიხდი გადასახადს. ჩემს მიერ გადახდილი გადასახადიდან ვიღაცა A, B და G პირი იღებს ან ხელფასს, ან პენსიას, ან სოციალურ შემწეობას. ანუ ვიღაცა ჩინოვნიკი კი არ თავისი ჯიბიდან კი არ უხდის მას ხელფასს, პენსიას ან სოციალურ შემწეობას. არამედ ჩემნაირი ადამიანები, ვინც ვმუშაობთ, ეს ადამიანები ვიხდით გადასახადს და ის გადასახადების აკუმულირება, ანუ გადასახადების გადახდილი თანხების თავმოყრა ხდება ბიუჯეტში და მერე ბიუჯეტიდან ხდება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებში ამ თანხის განაწილება. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორები, ანუ დიდი შემტანები არიან ბიუჯეტში. გარდა ამისა, ის ტრენინგები, შეხვედრები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები მართავდნენ სხვადასხვა სივრცეებში, იქნებოდა ეს სასტუმროები, რესტორნები თუ და ასე შემდეგ, ეს იყო გარკვეული სახის დახმარება ადგილობრივი ბიზნესებისთვის. თქვენ ნახულობთ ახლა, რომ ბევრი სასტუმრო, რესტორანი და კვების ობიექტი ვეღარ მუშაობს იმ დატვირთვით, როგორც 2 წლის წინ მუშაობდა. რატომ? იმიტომ რომ სექტორი
აღარ ახორციელებს დიდ ღონისძიებებს მასშტაბურად და ეს იწვევს ზუსტად სამუშაო ადგილების დაკარგვას. ანუ მოსახლეობას რო ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები გავხადოთ გამჭვირვალე, სინამდვილეში ამის უკან დგას ის, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ძალიან მალე დადგება იმ საფრთხის წინაშე, რომ მისი ხელფასის მას გაუჭირდება ხელფასის მიღება, პენსიის მიღება თუ სხვადასხვა სარგებლის მიღება, რასაც სახელმწიფო უკეთებს ადმინისტრირებას და ეს არ არის ფული, რომელსაც რიგითი ჩინოვნიკი თავისი ოჯახიდან ან ჯიბიდან აძლევს მათ. ეს არის ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული. ჩვენ აი ამისთვის ვიბრძვით, რომ თქვენ რიგით მოსახლეობას არ შეგიწყდეთ ეს სერვისები. თორე მე ჩემი ინტელექტუალური თუ ჩემი პროფესიული კვალიფიკაცია მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავსაქმედე ჩემი ქვეყნის გარეთაც და ჩემი შემოსავალი მივიღო. იმ შემთხვევაში მე თუ სხვაგან დავიწყებ მუშაობას სხვა ქვეყანაში, ჩემი გადასახადები საქართველოში აღარ გადაიხდება. გადაიხდება იმ ქვეყანაში, სადაც მე გადავალ სამუშაოდ და იმ ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდება. აი ამის განმარტება, აი ამის აღქმა უჭირს მოსახლეობას, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ძალიან მარტივიანით ვერ ვეუბნებით მოქალაქეებს. და ჩვენი მიზანი რა არის? გარეთ ვინც ვართ. ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფოში შეტანილი ფული კი არ განაწილდეს იმის მიხედვით თუ ვიღაცა ჩინოვნიკს ვინ მოწონს, არამედ განიკარგოს წინასწარ შეთანხმებული საზოგადოებისთვის მისაღები კრიტერიუმების საფუძველზე. ხვდებით ხო, რასაც ვგულისხმობ? მადლობა უწრავი პასუხისთვის. ჩემი აზრით ჩვენი მაყურებლისთვისაც ბევრად უფრო ხმედი და მარტივად გასაგები იყო, იმიტომ რომ დაგეთანხმებით სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში არ არის ბევრი ადამიანი, ვინც ამაზე საუბრობს ღიად და ცდილობს რომ მიაწოდოს უშუალოდ მოსახლეობას ხმამასთან დაკავშირებით. ჩინოვნიკები ახსენეთ და ზუსტად ამაზე მინდა ყურადღების გამახვილება, რომ რეალურად ვიღაც ჩინოვნიკები კი არ უხდიან ხელფასებს, ჩინოვნიკებსაც მოსახლეობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვქირავთ მათ და უნდა გვემსახურონ ჩვენ, ანუ როცა ჩვენ ვეუბნებთ, რომ ჩვენ არ მოგწონს ეს კანონი, უნდა იცოდნენ, რომ ის კანონი არ მოგწონს, გვაქვს იმისი მიზეზი, რატომაც არ მოგწონს და გვინდა მისი ცვლილება, ხო? ანუ ჩვენ დავიქირავეთ ადამიანები, რომ მათ რაღაც გააკეთონ. ძალიან პრიმიტიულ რაღაცას ვიტყვი. ოჯახში რომ მოგყავთ ხელოსანი და უხდით ხელფასს, ხო, ანაზღაურებას რაღაცა კონკრეტული საქმისთვის გასაკეთებლად. იმას აძლევთ იმის ფუფუნებას, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თქვენ ის რაღაც როგორ უნდა გამოიყენოთ? ანუ თქვენ უდგენთ მას წესს, ხო, თქვენ გინდათ მაგალითად წყლის მილის გაყვანა სახლში, ხო? რომ მოვიდეს წყლის მილის ხელოსანი და გითხრათ, რომ არა, მე სატელევიზიო ანტენა უნდა გაგიჭიმოთო, ამას გააკეთებინებთ, ხო? ანუ ეს ხო არ არის გონივრული, ხო? ანუ მე დავიქირავე ჩინოვნიკი იმისთვის, რომ ჩემი ინტერესები გაატაროს, ანუ ჩემი მოქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე შეადგინოს კანონმდებლობა და მე მანდატი უნდა მივანიჭო იმისთვის, რომ ისეთი კანონმდებლობა შეიმუშაოს, რაც მისთვის და მასთან დაახლოებული ადამიანების ჯგუფისთვის კი არ არის საჭირო და საინტერესო, არამედ ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსახლეობის დიდი მასისთვის იყოს საჭირო. ჩვენ არ ვქირავთ პარლამენტარებს იმისთვის, რომ მათ ქონდეთ ხელფასი 15,000 ლარამდე, ხოლო ჩვენს პენსიონერებს ქონდეთ 350 ლარი. რომელიც რეალურად ერთი წამლის ფულიც არ არის შემთხვევაში. კი ბატონო. მარტა, ყოველთვის ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას ევროპულ გრანტებზე და იმ ბენეფიტებზე, რომელიც წლების მანძილზე მივიღეთ ქართულ რეალობაში და ადგილობრივ დონეზე მათ შორის. არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში განსაკუთრებით განუკითხაობა ტრიალებს ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ორი სივრცე დაატოვებინეს ახალგაზრდებს, ორივე ევროკავშირის ფულით რეაბილიტირებული აშენებული. ჩვენ ვხედავთ, რომ გორის ციხე, რომელიც ჩვენი ქალაქის სიამაყეა, რესტავრირდება ამერიკის ფულით და თვითონ აბრაც გაკრული ამასთან დაკავშირებით. ის ლომჭაბუკას სკვერი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და ყველასთვის ასე ვთქვათ, მისაღებია იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, იმიტომ რომ წლების წინ იყო არ მომერდება და ვიტყვი სანაგვეს, სრული ამის ტყვის მნიშვნელობით. ეს მსუბუქი ნათქვამია. ხო. დღეს არის
მოწესრიგებული და ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები სივრცე. რეალურად ეს სივრცეები დაატოვებინეს იმ ადამიანებს, ვინც ევროპულ საქმეს ემსახურებოდა, ვინც ცდილობდა რომ ახალგაზრდების განვითარებაში წვლილი შეეტანა, ახალგაზრდებისთვის აეხსნა რა არის ევროკავშირი, შეეთავაზებინა სხვადასხვა პროგრამები და პროექტები, გაცვლითი პროგრამებიც მათ შორის. და იყენებს სახელმწიფო თავის სურვილისამებრ, ასე ვთქვა, და აპირებს რომ გამოიყენოს კიდეც მათ შორის. ამასთან დაკავშირებითაც რო ვისაუბროთ, გარდა ამ სივრცეებისა, თქვენ პირადად გქონდათ შეხება და იცით ისედაც რა ბენეფიტები მიიღო წლების მანძილზე გორის მუნიციპალიტეტმა და დღესაც რა რეალობის წინაშე ვართ, რას კარგავთ, როდესაც ამდენი სკოლა რესტავრირდა და რეალურად კარგავთ იმ საშუალებას, რომ სხვა სკოლები, რომლებიც თავზე ანგრევად სამწუხაროდ მოსწავლეებს სოფლებში, რესტავრაცია ჩაუტარდეს მათ. ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც ტრანსპორტი, რომელიც წეღან ვახსენე, არ არის ადგილობრივი ბიუჯეტით, არის სესხი. ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც საბუთებიც არის ამასთან დაკავშირებით, რომ ელემენტარული წყლის მილების გაყვანაზეც კი ევროკავშირი ხარჯავდა თანხებს, თუნდაც ბათუმში ასე ვთქვათ, კანალიზაციის პრობლემის მოგვარებაზეც კი ევროკავშირი ზრუნავდა ბათუმში, იმისთვის რომ მოსახლეობას ქონოდა საშუალება ეცხოვრათ კომფორტულ გარემოში და არ შექმნოდა პრობლემები სხვადასხვა საჭიროებების მოწესრიგებაზე. დღეს გამოდის ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და პირდაპირ ამბობს, რომ არ გვინდა ეს ბენეფიტები, არ გვინდა ეს დაფინანსებები და არ იზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მადლობა რუსკა ამ შეკითხვისთვის. ძალიან ვარ იმედგაცრუებული, მაგრამ მე ასევე ვხედავ იმას, რომ სადღაც ალბათ მარტო ცალფურად ვიღაცის და დანაშაულებას ჯობია ხოლმე რომ ჩვენ დავფიქრდეთ, სად რაღაცა არ თქვით საკმარისად გასაგებად. გრანტი არის თანხა, რომელსაც რომელიღაცა ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი ან ორგანიზაცია გჩუქნის გარკვეული მიზნისთვის, ხო? ამის პარალელურად არის სესხები. ჩვენს ხო, ესე იგი ჩვენ გრანტის სახით წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტს გრანტის სახით აქვს თანხა მიღებული კონკრეტული მიზნით. მაგალითად ეს იყო ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება. ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერება თავის თავში გულისხმობდა, რომ ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში უნდა შეგვექმნა სივრცეები, რომელიც საშუალებას მისცემდა ადგილობრივ მეწარმეებს დაკავებული იყვნენ ეკონომიკური საქმიანობით და მიიღო შემოსავალი. ანუ ევროკავშირმა გამოყო გრანტი იმისთვის, რომ მოგვეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარკვეულ საქმიანობას განახორციელებდნენ ადამიანების ჯგუფები და ეს მათთვის, მათი ოჯახებისთვის იქნებოდა ეკონომიკური სარგებლის მიღების წყარო. საბოლოო ჯამში რა დავინახეთ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ახლა ევროკავშირის ძირითადად ევროკავშირის ფულით აშენებული გარკვეული ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლიდანაც ადამიანები სარგებლობას ვეღარ იღებდნენ. ხო? ეხლა რაც თქვენ ახსენეთ მეორე კომპონენტი ეს არის სესხი. როცა საუბარი არის სესხის მიღებაზე და ამბობენ აი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოგვცა ავტობუსები. მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ჩვენ ავაშენეთ ქარის ელექტროსადგურები, ეგრეთ წოდებული ტურბინები. ეს არის სესხით გაკეთებული. ანუ სესხი რას გულისხმობს, ამაზე მე მგონი ბევრი ახსნა არ არის საჭირო, იმიტომ რომ ძნელად თუ მოიპოვება ოჯახი, ძნელად ვიპოვით ალბათ ჩვენ საქართველოში ოჯახს, რომელსაც სესხი არ ქონია, ხო? გარკვეულ თანხას იღებ, რაღაცა მიზნობრიობით ამას ახორციელებ და მეერე ვალდებული ხარ, რომ ეს ნელ-ნელა იხადო, ხო? აი ამ პრინციპით მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს სესხი აღებული მინიმალურ პროცენტში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩინური სესხი, რომელსაც უკან მოყვება დიდი კატასტროფული პასუხისმგებლობა, არ მინიმალურ პროცენტად, მაგრამ ეს სესხი არის გადასახდელი თქვენი და თქვენი შვილების, ანუ ამას არავინ ეს არ არის გრანტი ნაჩუქარი, ეს არის სესხი, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენ უარს ვამბობთ ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუციებზე, ჩვენ უარს ვამბობთ აი ასე დაბალ პროცენტიან სესხებზე და ვამბობთ უარს გრანტებზე. სახელმწიფო, ანუ მთლიანი ქვეყნის ბიუჯეტის საშუალოდ 16% იყო პირდაპირი გრანტი, რასაც
დასავლური დონორი ორგანიზაციები ჩუქნიდა სახელმწიფოს, რომ ხელფასები გაეცა, რაღაცა კარგი პროგრამები განეხორციელებინა, იქნებოდა საგანმანათლებლო ჯანდაცვის თუ თავდაცვის უნარიანობის სასამართლოება, სხვადასხვა მიმართულებით. და იყო ეს დაბალპროცენტიანი სესხები. ანუ სახელმწიფო ამბობს, რომ მე აღარ მინდა თქვენგან არაფერი, იმიტომ რომ თქვენ მე უარს ვამბობ იმაზე, რომ განვითარდე ევროკავშირის და დასავლეთის სტანდარტებით. ეხლა რა არის ევროკავშირის და დასავლეთის სტანდარტები? ამაზე უნდა პატარა აქცენტი გავაკეთოთ ალბათ. დასავლეთში და ევროკავშირში საუბარი არის გარკვეული ნორმები, რასაც ერთნაირად ემორჩილება სოციალურად დაუცველიც და მის მიერ დაქირავებული ჩინოვნიკიც. აი ეს არის სტანდარტები, რასაც გვეუბნება ევროკავშირი, რომ შენ იმიტომ რომ დღეს მუშაობ მაღალ პოზიციაზე, არ უნდა მისცე შენს თავს უფლება, მოირგო რაღაცა კანონი. შენთვის უნდა შექმნა ისეთი კანონი ქვეყნისთვის, სადაც შენს მაღალი თანამდებობის პირსაც და სოციალურად დაუცველ მოქალაქესაც გექნებათ ერთნაირი უფლებები ამ კანონის წინაშე. ანუ თუ კი ამბობ რომ უნდა გავზარდო ხელფასი ჩინოვნიკისთვის, ევროკავშირი გეუბნება რომ ხელფას თუ ზრდი ჩინოვნიკისთვის, უზრუნველყავი რომ ხელფასი გაზარდო, სარგებელი, სოციალური სარგებელი გაუზარდო მასწავლებელსაც, პენსიონერსაც, სოციალურად დაუცველსაც. აი ეს არის რისთვისაც ჩვენ გარეთ ვდგავართ. ანუ ჩვენ არ გვინდა რომ ყავდეს ღატაკი მოსახლეობა და ძალიან მდიდარი მოსახლეობა. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში ქვეყნის სიკეთეებზე, რისთვისაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ერთნაირად მიუწვდებოდეს ხელი ღატაკ მოქალაქესაც და მდიდარ მოქალაქესაც. და არ იყოს გარკვეული პროგრამები ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის, ხოლო ღარიბები დატოვილები იყვნენ ღვთისანაბარა და ქველმოქმედების ანაბარა. ყოველ მეორე დღეს ვნახულობთ რაღაცა სოციალურ განცხადებას. მიშველეთ არა მაქვს საჭმელი, ბავშვი მყავს მშიერი, მიშველეთ აი ეს არა მაქვს, ის არა მაქვს და იმის ნაცვლად რომ სახელმწიფო ორიენტირებული იყოს, რომ ასეთ ადამიანებს შეუქმნას გარკვეული დასაქმების საშუალებები, რეალურად მოუგვაროს ჯანდაცვის პრობლემები და ეს ადამიანები ჩართოს დასაქმების ბაზარზე ღირსეულად, ისე კი არა რომ 5 ლარს მოგცემ თუ ხმას მომცემ და ასე შემდეგ, ანუ სამარცხვინო პირობებით რო ასაქმებენ. არამედ ღირსეული სამუშაო დასაქმების ადგილები შეუქმნას, ჩვენ ვნახულობთ რომ ეს ადამიანები რჩებიან წლების განმავლობაში ღატაკები და მდიდარი ადამიანები მდიდრდებიან. და ჩვენ გადასახადებს არ ვიხდით იმისთვის რომ მდიდარი უფრო გამდიდრდეს 5 ჯერ და 6 ჯერ და ჩვენ კიდე პარალელურად ყავდეს ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მუდმივად კიდე ჩვენი დახმარება ჭირდება. აი ეს არის, ანუ როცა გვეუბნებიან რომ ევროკავშირი არ გვინდა ცუდია, სინამდვილეში ისინი ცდილობენ გადაგარწმუნონ, რომ თქვენ არ გინდა, ანუ არ გქონდეთ პრეტენზია მაღალ პენსიაზე, არ გქონდეთ პრეტენზია ხარისხიან ჯანდაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე და ხარისხიან საკვებზე. ანუ ეს არ არის ეს არის საბაზისო უფლება მოქალაქეების, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული, უნდა იყოს გარანტირებული. წეღან ახსენეთ და მინდა ამაზეც ყურადღება გავამახვილოთ, რომ აბსოლუტურად ყველა თანხა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, გრანტი იქნება თუ საცხე იქნება, გადის შემოწმებას და ამის შემდგომ ირიცხება კონკრეტულ ორგანიზაციასთან. დიახ. ამდენი თვის მანძილზე 22 ნოემბრის შემდგომ და რუსული კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონის აქციების დროსაც მუდამ გვაძახებდნენ, რომ ამერიკიდან ფინანსდებითი ადამიანები, ვინც აქციაზე დგავართ, ევროკავშირიდან ფინანსდებითი ადამიანები, რომლებიც აქციაზე დგავართ, ახლა უკვე deep state-იც გვაფინანსებს. რეალურად აქციაზე ჩვენ ხედავდით 100,000-ობით ადამიანსაც თავიდან განსაკუთრებით, როდესაც დარბევები იყო აქტიურად და რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში ამხელა თანხა შემოვიდეს ისე რომ არ იყოს გამჭვირვალე და არ იცოდეს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. ეს არის შეუძლებელი.
ამაზეც რომ ვისაუბროთ. ფაქტიურად შეუძლებელი არის რაზეც ისინი აქცენტს სვამენ და ხაზს უსვამენ, რომ აი ჩვენი გვერდისავლით, ჩვენ ჩვეულებრივად ყველა ორგანიზაცია, ძირითადად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირებული არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რეგისტრაციები გვაქვს გავლილი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელ ოფისებში, საჯარო რეესტრში და ასე შემდეგ. ყველა ჩვენი შემოსულობები, ანუ ყველა ხელფასი და ნებისმიერი გრანტი სახელმწიფოში შემოდის ოფიციალურად ბანკების გავლით და გადასახადებს ჩვეულებრივად ვიხდით სახელმწიფოში. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის არც ერთი თანამშრომელი არ არის გათავისუფლებული არანაირი გადასახადიდან პასუხისმგებლობისგან. ანუ ეს ფაქტიურად ეს ფაქტიურად შეუძლებელია რომ მათ ინფორმაცია არ ქონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით როგორც საშემოსავლო გადასახადს, ასევე საპენსიო გადასახადს. აბა ესენი როგორ აღრიცხავენ ეს თანხები თუ მათი გვერდისავლით შემოდის, აბა ბიუჯეტში ვის შეაქვს თანხა, მხოლოდ ბიზნესებს? ეს ხო არ არის სწორი, ხო? თვითონ ხო ამის შესახებ იციან. ესენი ცდილობენ ამ მიდგომით და ამ პროპაგანდით გაამრუდონ სიმართლე და არასწორად განმარტონ ადამიანებისთვის, რომლებსაც იმდენი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აქვთ, რომ და სხვა სახის პრობლემები, რომ აღარ ყოფნით უნარ რომ ამ დეტალებს ჩაეძიონ და უბრალოდ ყოველდღიურად ასმენინებენ ერთი და იგივე გამრუდებულ სიმართლეს და რაღაცა ეტაპზე ალბათ ადამიანების გარკვეული ნაწილი იჯერებს, რომ ხო, ალბათ ეს ასია. თორემ სხვა მხრივ მათ კარგად იციან რა შემოდის სახელმწიფოში, როგორ შემოდის, იმიტომ რომ დონორი ორგანიზაციები თვითონ თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან. მე მგონია რომ შეიძლება მათ ქონდათ გათვლა, რომ თუ ისინი აკრძალავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მე დონორი ორგანიზაციები დაუწყებდნენ ხვეწნას, რომ მოდი ეხლა ჩვენ თქვენ მოგცემთ ამ ფულს და თქვენ როგორც გინდათ ისე განკარგეთ. რა თქმა უნდა დონორმა ორგანიზაციებმა დააგროვეს გამოცდილება, ნახეს რომ რა მოხდა ბელარუსში, რა მოხდა რუსეთში და სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როცა მათ უარი თქვეს რუსეთმა უარი თქვა და ბელარუსმა უარი თქვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ ნახეს რომ ეს იყო რაღაცა გზა იმისა, რომ თავისუფალი აზრი და თავისუფალი სიტყვა აეკრძალათ, ხო? და ამათ გადაწყვიტეს აი ზუსტად აი ამ უკვე გაკვალული გზით გაევლოთ და რაღაცა იგივე გაკვეთილი გადმოეტანათ საქართველოში. სამწუხაროდ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს, მიიღებს ცუდ შედეგს, იმიტომ რომ იქნება რიგი მომსახურებები, რასაც ახლა მოქალაქეები იღებენ სხვადასხვა სერვისების სახით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული სერვისების სახით, რომლებსაც მათ უკვე წვდომა აღარ იქნებათ. უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ არც რუსეთივით მდიდარი ქვეყანა არ ვართ, წიაღისეულით და რესურსების თვალსაზრისით და არც ბელარუსივით არ აქვს აწყობილი სოფლის მეურნეობა იმ დონეზე, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა და სახელმწიფომ ინსტიტუტებმა თავისი თავი არჩინონ ხანგრძლივად. ანუ მათ ამიტომ ჭირდებოდა ზუსტად გრანტები, რომ ეს არის ალტერნატიული საშუალება ადამიანების დასაქმების და ბიუჯეტის შევსებისა და ეხლა ისინი გადასული არიან თვით განადგურებაზე, ფიქრობენ, რომ აი ბიზნესი დიდხანს იქნება უნარიანი, რომ შავი ფულით ისინი დააფინანსოს და აქედან გამომდინარე გონიათ რომ ბიზნესისთვის სულ ერთი არის, ანუ როგორ შეიძლება რომ როგორი გარემო ექნებათ, ანუ ბიზნესი დამოუკიდებლად შეძლებს სიტყვის სასამართლოს თავისუფლების გარეშე ინვესტიციების მოზიდვას და ბიუჯეტში ბიზნესში ფულის ჩაბრუნებას, რაც შეუძლებელი არის. მარტო წეღან ახსენეთ, რომ რეალურად ჩვენ სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად კარგავთ განათლების შესაძლებლობას, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას და ამაზეც მინდა გავამოხმოთ ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის ჩვენს გარშემოც სარგებლობენ იმ ბენეფიტებით, რასაც გვთავაზობს ევროკავშირი, ევროპული განათლება, თუნდაც მაგისტრატურის გაგრძელება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, თუნდაც ერასმუსის გაცვლითი პროგრამით თვეები მიდიან ჩვენი ახალგაზრდები და იღებენ იქ ცოდნა განათლებას.
და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი დიპლომები შეიძლება არ აღიაროს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ ამერიკამ თუნდაც ან სხვადასხვა ქვეყნებმა და ჩვენს დიპლომებს დაეკარგოთ ძალა. ჩვენ მაგალითად მინდა გითხრათ, რომ ამის ასე რომ ვთქვათ ამასთან შეხება მე უკვე მქონდა, ჩემს მეგობარს ორი უნივერსიტეტი აქვს საქართველოში დამთავრებული, უნდა გაგრძელება სწავლის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი დიპლომები არ იქნა აღიარებული და ამის გამო მოუწია მესამე უნივერსიტეტში ჩაბარება, რომ კერძო უნივერსიტეტში, რომ ის დიპლომი შემდგომ იქნას აღიარებული იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მას უნდა და 100%-იანი გრანტით ხვდებოდა. ამაზე რომ ვისაუბროთ, რეალურად თქვენ გქონდათ შეხება და იცით რა სიტუაცია იყო ჩვენს განათლების სისტემაში, როგორ რიცხებოდნენ ადამიანები უნივერსიტეტში, როგორ ამთავრებდნენ სკოლას, როგორ იწერდნენ ქულებს და როგორც იქნა მივახციეთ იმ სტანდარტს, ასე თუ ისე მინიმალურ სტანდარტს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განათლების სისტემა, მაგრამ ამას ვკარგავთ. ჩვენ წლების განმავლობაში ყავდა ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ რამოდენიმე დიპლომი, თუმცა გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს არ შეეძლოთ, დასაქმების ადგილები არ იყო და ვერ საქმდებოდნენ, ხო, აქის პარალელურად ანუ იყო სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანებს დიპლომის მიუხედავად შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდათ, რომ ესა თუ ის პოზიცია სამსახურში დაეკავებინათ, ხო? თანამედროვე განათლების მოთხოვნილება რა არის? თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად უნარიანი მოქალაქეები აღზარდოს, რომელსაც იქნება საშუალება თვით რეალიზაციის. ანუ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ხომ არ არის რომ მქონდეს დიპლომი. ანუ რაღაცა სახის საბუთი, რომ მე რაღაცა კვალიფიკაცია მომენიჭა. მე ამ განათლებას ვიღებ იმ პერსპექტივით, რომ მე მექნება დასაქმების საშუალება, ხო? ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ევროკავშირი, ევროპული სტანდარტები, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვწყვეტ განვითარებას, იმიტომ რომ ადამიანები დასავლეთში მუშაობენ სამეცნიერო დონეზე, როგორ აწყონ ცხოვრება კოსმოსში, ხო? და ჩვენ რას ვამბობთ? ანუ ჩვენ უნდა დავრჩეთ იმ დონეზე, რა დონეზეც ვიყავით მე-19 საუკუნეში, ჩვენი განათლებით სამწუხაროდ იქაც ვეღარ დავრჩებით. მე სკოლა დავამთავრე 2000 წელს. და მახსოვს როგორც ასოწარკვეთილი იყო დედაჩემი, იმიტომ რომ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ეკონომიკური საშუალება იმისა, რომ მე უმაღლესი განათლება მიმეღო, რადგან თუ მე მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება, ორი ალტერნატივა იყო. ან უნდა ყოფილიყავი ძალიან ძლიერი, ჩემი მიმართულებით, ან არა და ჩემ ოჯახს უნდა ქონოდა ფული. რითიც შეძლებდა გარკვეულ თანამდებობის პირებთან უნივერსიტეტში, გარკვეულ გარიგებაში შესვლას, და ამის ხარჯზე მექნებოდა საშუალება, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩავრიცხულიყავ. ანუ ოფიციალურად იყო ფასიან და უფასო, თითქმის ოფიციალურად რა თქმა უნდა, ფასიან და უფასო ფაკულტეტებზე მოწყობა, როგორ თქვა, ანუ პრაქტიკები არსებობდა. თუ უფასიან ფაკულტეტზე გინდოდა მოწყობა 500-დან $800-მდე ღირდა, ხოლო თუ უფასო ფაკულტეტზე გინდოდა რომ მოწყობილიყავი 1500-დან $2000-მდე ოჯახის წევრები არაოფიციალურ, არალეგალურ გარიგებაში შედიოდნენ ლექტორ მასწავლებლებთან, ვიღაცა თანამდებობის პირებთან უნივერსიტეტში, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მერე სტუდენტის ჩარიცხვას უნივერსიტეტში. აი ეს თქვენთვის შეიძლება იყოს ცოტა წარმოუდგენელი თქვენი თაობისთვის, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად ეს სქემა არ გაგიულიათ. მე მომიწია ძალიან ბევრი წვალება, რომ ფასიან ფაკულტეტზე მოხვედრილიყავი გადასახადის გარეშე, იმიტომ რომ დედაჩემს არ ქონდა 500-დან $800-მდე, რომ აი ეს ამ არალეგალურ გარიგებაში შესულიყო ვინმესთან და მე გამომნიჭებოდა სტუდენტის სტატუსი. ანუ ეს არ იფიქროთ, რომ ეს იყო მე ვამბობ ახლა რაღაცას, რაც მარტო ერთეულს შემთხვევას არ აღწერ. ანუ ეს ძალიან ცუდი და მასიური პრაქტიკა იყო.
ამაზე საკმაოდ ბევრი კვლევა ტარდებოდა მაშინდელი ახალგაზრდების მხრიდან სხვადასხვა ქალაქებში. ანუ ეს არ იყო ეს მანკიერი პრაქტიკა არ იყო გორისთვის დამახასიათებელი. და ჩემთვის რაც ყველაზე გულსატკენი არის ადამიანები, რომლებიც ხო და სწავლის პროცესშიც იყვნენ ლექტორები, რომელთანაც მაპატიეთ და ეს ჩაწყობით ნიშნის მიღება ისე იმიტომ კი არა რომ ვიღაცას იცნობდა, ანუ ეს კი არ იყო მთავარი. ანუ ფული უნდა გადაეხადათ სტუდენტების რომ რაღაცა ნიშანი მიიღოთ და თქვენთვის ახლა ეს ალბათ ცოტა რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება რომ ლექტორი 5 ლარს იღებდეს ჩათვლაში, მაგრამ ეს იყო ყოველდღიურობა, რასაც ჩვენ გავდიოდით წლების განმავლობაში, ვიდრე უნივერსიტეტს დავამთავრებდით. დღევანდელ დღეს ეს აღარ ხდება, ხო? მაგრამ თუ ეს აღარ ხდება, ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ თუ სისტემა ჩაიკეტა, თუ კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია აღარ იქნება უნივერსიტეტებს შორის და განათლების სისტემა ამ კონკურენციას მოკლავს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს სქემები და სისტემები აღარ დაბრუნდება უკან. ჩემი შიში სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ამ სქემებში იყვნენ ჩართულები, სამწუხაროდ დღეს გადაწყვეტილების მიღებ პოზიციებში არიან, საკრებულოშიც ყავს მაგალითად წარმომადგენელი, ვინც ამ სქემაში აქტიურად იყო ჩართული. ეს არის ჩემი შიში. რატომ მინდა მე ევროპული განათლება? მე მინდა რომ ჩემი შვილი თუ კი ისწავლის კარგად, მაშინ ეს ჩემ შვილს ქონდეს შესაძლებლობა, რომ გარკვეული აი ამ რაღაცა არალეგალური გარიგებების გარეშე მიიღოს საშუალება და ისწავლოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუ ჩემ შვილს მოუნდება, რომ გააგრძელოს სამეცნიერო საქმიანობა, ქონდეს მას საშუალება, რომ სწავლა გააგრძელოს სამეცნიერო მუშაობის მიმართულებით, მაგრამ ეს ჩემი ფინანსური კეთილდღეობა არ იყოს დამოკიდებული და ჩემი კავშირები არ იყოს გამსაზღვრელი ჩემი შვილის სამომავლო პერსპექტივისა, ხო? მე მინდა რომ ეს შესაძლებლობები თანაბრად კონდეს ჩემ შვილსაც, თქვენს და სხვა ახალგაზრდასაც. ეს არის სისტემა, რაც არსებობს. არის ფასიანი უნივერსიტეტები, სადაც დასავლეთში ასეა, ხო, სადაც მშობელს თუ აქვს საშუალება შეუძლია შვილს მიეხმაროს, გადაუხადოს გადასახადი, ან შვილმა თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავისი განათლების დაფინანსებაზე, აიღოს სტუდენტური სესხი და ისწავლოს. ან და თუ ძალიან ძლიერი სტუდენტი არის და ძალიან ძლიერი ახალგაზრდა არის თავისი ცოდნით, მოიპოვოს გარკვეული დაფინანსება და ისწავლოს. აი ჩვენ თუ ეს პერსპექტივა ჩავკეტეთ ჩვენი შვილებისთვის, გამოვაროთ, ჩვენ შეიძლება დავიწყოთ უკუსლა. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ვინც მაშინ ამ არალეგალურ გარიგებებში შედიოდნენ მშობლებთან და ადამიანებთან, არსად არ წასულარ, ისევე აქ არიან და მათ აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, როგორ მოიპოვეს კეთილდღეობა და იციან, როგორ შეიძლება ეს სქემები ისევ თავიდან წამოწიონ წინ. ერთი რაღაცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი და სისტემა ებრძვის ზუსტად განათლებულ ახალგაზრდებს და განათლებულ ადამიანებს, იმიტომ რომ დღეს ყველა რეჟიმის პატიმარი, რომელიც 28 ნოემბრის შემდგომ იქნა დაპატიმრებული, არის სტუდენტი, არის რაღაც თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი, არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუჩუმდეს დიქტატურას, არ შეუძლია გაუჩუმდეს რეჟიმს და ალბათ ერთ-ერთი მიზანი თუ ჩვენ გავჩერდებით, იქნება ზუსტად ეგ, რომ განათლებული ახალგაზრდები გააჩუმონ ან ახალგაზრდებს არ მიცენ განათლების საშუალება. ამიტომ მადლობა საკითხზე სამომწვევ პასუხისთვის, მადლობა რომ დღეს ჩვენთან იყავით და ისაუბრე ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ, რომ ის ბრძოლა, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული და ის მიზანი, რომლისთვისაც დგახართ ყოველდღე აქციაზე, იყოს ისე შესრულებული, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. დიდი მადლობა. თქვენ ვისარგებლებ მომენტით და ვიტყვი თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, მედია ორგანიზაციაში ვიმყოფებით და ჩემი სოლიდარობა მინდა გამოვხატო მზია ამაღლობლის მიმართ, რომელიც არის მედია ორგანიზაციის თვალსაჩინო, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. და კი, ნამდვილად მე ვდგავარ აქციაზე იმისთვის, რომ მინდა
უკეთესი პენსია დედა ჩემისთვის, უკეთესი განათლება ჩემი შვილისთვის, ღირსეული დასაქმება ჩემთვის, ჩემს გარშემო მდგომი ადამიანებისთვის, სტუდენტებისთვის და ღირსეული გარემო თუნდაც იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან ვიღაცის კარნახზე და ვინც სინდისის წინაშე და კანონმდებლობის წინაშე არ არიან თავისუფლები. ანუ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება არ აქვს. კი, ჩვენ მათთვისაც ვიბრძვით, რომ ერთხელ და სამუდამოდ სისტემა გათავისუფლდეს და ადამიანებს მიეცეთ საშუალება კანონის წინაშე იყვნენ პასუხისმგებლები და არა ვიღაცის წინაშე და პარტიული დავალების წინაშე რომ იყვნენ პასუხისმგებლები. უნდა გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჩვენ ეთერიდან მინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადო რეჟიმის ყველა პატიმარს, თავისუფლება მზეამაღლობას და თავისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ციხეში ყავს გამოკეტილი ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას.